მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს 2026 წლის დადგომას და ყველა დღესასწაულებს გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას. ჩემი დღევანდელი ვიდეო გახლავთ მიზანმიმართული, რამე თუ წყალი ჩვენი ცხოვრების ელექსირია და ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით წყალს მოვიხმართ, დღეში დაახლოებით 3-დან 5 ლიტრამდე წყალს ვამს ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია თუ როგორ წყალს მივირთვამთ, პლასმასის ბოთლში ჩასმულ წყალს, ნატურალურს თუ ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ, რომ თითქმის 15 წლის განმავლობაში უკვე ჩემს ოჯახში მოდის ნატურალური წყალი და ეს დამსახურება არის ერთ-ერთი კომპანიის, რომელიც აწარმოებს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტს S-Springs. S-Spring-ი გახლავთ აი ესეთი წყლის, ასე ვთქვათ, ფილტრი, რომელიც მოთავსებული არის ჩვენი სამზარეულოს ქვემოთ ნაწილში, და როდესაც წყალს გამოუშვებთ ჩვენ, თუ დავაკვირდებით, აი აქ მაქვს დაყენებული კრანთან გადამთველი, ეს გადამთველია. ამ შემთხვევაში მოდის უკვე სუფთა წყალი, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი წყალი. აი აქეთ გადმოვთავთ და წამოვა ისევ აი აქ გაფილტრული წყალი და თუ კი გადმოვწევთ, აი გაფილტრული წყალი მოდის ახლა, თუ კი გადმოვწევთ ამას, მოდის ჩვეულებრივი წყალი. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ იზრუნა რომ უკეთესი ვარიანტი შემოეთავაზებინა ჩვენთვის. მე ახლა მივიღე ძალიან კარგი ხარისხის, ძალიან დიდებული ახალი ფილტრი, რომელიც არის უპაკოვკაში. აი აქ გაჩვენებთ და მინდა რომ თქვენც გაჩვენოთ ეს ფილტრი. რამდენადაც თქვენც დაინტერესდებით, აუცილებლად შეგიძლიათ რომ შემეხმიანოთ, დამიკავშირდეთ და თქვენს ოჯახში ანალოგიურად გქონდეთ ასეთი მაღალი ხარისხის ფილტრი. ეხლა რაც შეეხება აი ამ ფილტრს, მე ეხლა გავხსნი ფილტრს და გაჩვენებთ მის მდგომარეობას. ეს არის ახალი მოდელის S-Spring-ი, აი იმ ფილტრის ანალოგი, რა თქმა უნდა, მაგრამ გაუმჯობესებული ხარისხით, იმიტომ რომ ეხლავე გაჩვენებთ, მას მოყვება ასევე დამატებით კრანი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ნაცვლად აი ამ შემაერთებლისა აქ დავაერთოთ დამატებითი კრანი და გვექნება უნიკალური საშუალება სახლში. ფაქტობრივად ერთ მხარეს იქნება ჩვეულებრივი წყლის შემავალი მილი, მეორე მხარეს კი გვექნება ჩვეულებრივი, ესე იგი, მოსახმარი წყალი. ნუ ეხლა მე ამას აღარ გავხსნი, აქ არის მოთავსებული ძალიან პატარა ზომის კრანი, ძალიან მაღალი ხარისხის, დანარჩენი არის მასთან დამაერთებელი მილები. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სპრინგი აუცილებლად ერთება ელექტროსენსორზე, აი ეს შემაერთებელი დენის ადაპტორი გახლავთ, 12 ვოლტამდე გადის აქ დენი, რომელიც ერთება აი ამ ფილტრზე და ბოტკინის ვირუსი, რომელიც წყლის ფილტრში, თითქმის ყველა ფილტრში გადის, აი ამ ფილტრში ბოტკინის ვირუსი ვერ აღწევს, მეგობრებო. თან ძალიან მარტივია მისი ფილტრის შეცვლა. ფილტრის შეცვლა ხდება მარტივად. ეხლა გაჩვენებთ მე როგორ ხდება ფილტრის შეცვლა. იხსნება ეს სახურავი. ეს არის ფილტრი, წყლის ფილტრი.
სადაც იფილტრება ფაქტობრივად ყველა მიკრობი, ვირუსი, აი მარტივად იხსნება, ამოგვაქვს ესა და ერთდონიანი აქ არ არის სამდონიანი და ხუთდონიანი, იმიტომ რომ ყველანაირად უზრუნველყოფს ეს წყლის გაფილტრვას. ძალიან მარტივად იხსნება სახურავი და ასევე მარტივად იხსნება ფილტრი. ეს არის წყლის ფილტრი. აი ეს წყლის ფილტრი. ეხლა იმისათვის რომ ზუსტად სწორი წარმოდგენა გქონდეს თუ რანაირი შიგნით რა შემადგენლობის არის, მე დემო ვერსიას გაჩვენებ, პატარა მინი წყლის ფილტრს, ეხლავე. ეს გახლავთ საჩვენებელი წყლის მოდიფიკაცია. ფილტრის ანალოგია, ფილტრის ანალოგი, სადაც არის წარმოდგენილი თუ რა ხდება შიგნით. იგივეა ფაქტობრივად ეს არის პატარა საჩვენებელი ვერსია, ესეთი. ეხლავე მინდა გაჩვენოთ, რომ აი წყლის ფილტრში რა ხდება. ანალოგიურად შიგნით არის მოთავსებული ეს ფილტრი. ხსნით რა წყლის ფილტრს იხსნება ძალიან მარტივად. შემდეგ ვატრიალებთ სახურავს და აი დააკვირდებით თუ რამხელა სქელი ფენა არის მოთავსებული ნახშირი. ნახშირის გარეთ არის დამცავი ფენა კიდევ და პლუს ამას შიგნით მოთავსებული არის ესე იგი ნათურები, რომლებიც აი ამ შემთხვევაში არ ჩანს, აი ახლა დავაკვირდეთ, მაგრამ იმისათვის რომ მიკრობი თუ ვირუსი მოხდება ფილტრში, ეს აღიქვამს უკან არის კომპიუტერული მოწყობილობა, რასაც ქვია მისი ტვინი. აღიქვამს რა ვირუსს, ირთვება ნათურა და ხდება მიკრობის გაუნებელყოფება. ნებისმიერი ვირუსის გაუნებელყოფება ხდება მეგობრებო. ეხლა ამ ფილტრის დადებითი თვისებებიდან შეიძლება რამოდენიმე გამოვყოთ, ის რომ ფილტრაციის დროს არ ხდება ესე იგი მასში შემავალი მინერალების, ეგრეთ წოდებული კალციუმი, მაგნიუმი და შემდეგ რაც რკინა, რომელიც არის სასარგებლო ნივთიერებები და წყალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ის ჩვეულებრივად გადის ამ ფილტრში და არანაირი დაბრკოლება არ აქვს. დაბრკოლება აქვს მხოლოდ მიკრობებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და ბაცილებს, რომლებიც ვერ გადიან ამ ფილტრში. აი ეს იყო ჩემი სათქმელი, გისურვებთ კიდევ ერთხელ დღევანდელ ბედნიერ დღეს, ნათლობის დღეს, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ჯანმრთელობა და ყოველივე სიკეთე. კარგად ვწანდებოდეთ.